უპირველეს ყოვლისა მოძღვარი უნდა იყოს სწორი სარწმუნოებრივი ხედვის მქონე, ანუ მართლმადიდებელი და ჰქონდეს ცხოვრების სწორი წესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამის შემდეგ ჩვენმა გულმა უნდა იგრძნოს, დაგვიდასტუროს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გვიწინამძღვრებს და დაგვეხმარება ქრისტესთან დაახლოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გვყავდეს, რომელიც სწორად გვიწინამძღვრებს სულიერ ცხოვრებაში, რომლის დროსაც უფალი ადამიანის სული საცხონებლად მოქმედებს. და ეს მადლი, რა თქმა უნდა, ეკლესიაშია. წესით და კანონით მოძღვარი შეუმცდარი სულიერი წინამძღოლი უნდა იყოს. ანუ შეუმცდარი იმ გაგებით, რომ მის ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს ისეთი ხინჯები, რომლებიც დამაბკოლებელი იქნება მისი მღვდლობისთვის და მისი სულიერი მოძღვრობისთვის. თუ ხედავ, რომ მოძღვარი როგორც სულიერი მკურნალი ვერ გეხმარება სულის განკურნებაში, ამ შემთხვევაში უნდა წახვიდე და სხვა მოძღვარი მოძებნო. უნდა ილოცო, უნდა ეძიო და უფალი აუცილებლად შეგეწევა, რომ იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც სულის ცხონებაში დაგეხმარება. და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი არასდროს არ უნდა დარჩეს მარტო, ანუ მოძღვრის გარეშე. თუ ადამიანი ვერ შეძლებს სხვა მოძღვრის პოვნას, მაშინ უმჯობესი იქნება ისევ მასთან დარჩეს, რათა მოძღვრის გარეშე არ იყოს საერთოდ. რადგან ეს უარესი და დამღუპველი იქნება მისთვის. მასთან იმ განწყობით არ უნდა მივიდეს, რომ პირველი მოძღვარი ცუდი იყო და ახლა უკეთესთან მივიდა. ადამიანმა თავი უნდა დაიმდაბლოს და თქვას, რომ რადგანაც ასეთი ცოდვილი ვარ და ასეთი რთულია ჩემი გამოსწორება, მე უფრო ძლიერი ექიმი მჭირდება და ამიტომ მივდივარ სხვასთან.